ბაჩო ახალაია საქართველოში და მზად არის მასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხოს, თუმცა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მაესტროსთან თანამშრომლობა დღეს ვერცერთ ფორმატში ვერ მოხერხდა. რატომ დატოვა ქვეყანა და რა მიზნით დაბრუნდა არჩევნების შემდეგ საქართველოში, არჩევნების შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს ქვეყნის ისტორიაში და რით ამაყობს ბაჩო ახალაია. დაბრუნება, გეგმები და მადლობა პრეზიდენტს ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. საუბრობდნენ, ლაპარაკობდნენ, მე მქონდა პოზიცია, რომელიც რაღაც სახის თმენის ვალდებულებას მაგისტრებდა, ეხლა მოვიდნენ და ეს ყველაფერი არცადაც არ გავგვიوار, აგერავარ, სადაც დამიძახებენ იქნებ ნებისმიერ დროს. ბაჩო ახალაიას თმენის ვალდებულება აღარ აქვს. ამიტომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღეს პირველად ის საქართველოში, კონკრეტულად ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდა. ინტერვიუში რუსთავიორთან ამბობს, რომ მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი სტატუსით. მე გავიგე მთელი რიგი კასკადი ბრალდებების და უსმენდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომელიც იწყება, რა ვიცი, ძალადობით, თავდება უკანონო შეიარაღებულ ფორმებებით და გადადის კორუფციაში. და არ ვიცი, ნებისმიერზე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირი სისულია. როცა ვიყავი თავდაცვის სამინისტროში, მერწმუნეთ არათუ საბჭოთა დასრულების სისტემაში ჩარევისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის ამრჩებოდათ, რომ არც არანაირი სურვილი არ მქონოდა იმ სისტემაში ჩარევის. სანამ კადრში გამოჩნდებოდა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დუმილი მიმართვის გავრცელებით დაარღვია. ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავეკეცი მართლმსაჯულებას. თუმცა მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა, აც უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. ამბობს ახალაია მიმართვაში. იქვე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, თუმცა არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისთვის. მიმართვა კი ასე სრულდება. მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეულ რეფორმირების პროცესში. რუსთავი 2-ის გარდა ახალაიასთან გასაუბრების საშუალება რადიო თავისუფლებასაც მიეცა. პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ახალაია ასე პასუხობს. მე ისეთი ინფორმაცია გაქვს, როგორც თქვენ, ზუსტად ის ამას გაგებული რაც თქვენ, მე როგორც ვიცი და გამიგია ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, მე რა უნდა გითხრათ ამაზე. თქვენ თავდაცვის მინისტრი იყავით მაგ დროს ბატონო ბაჩო და იმიტომ გეკითხებით, მაგრამ არ უბრალოდ ცნობის წადილის გამო. ბატონო, თავდაცვის მინისტრი ვიყავი და ადამიანი ციხეში გარდაიცვალა, რა შემელია მე გითხრათ, მე რაც გავიგე და მითხეს, რაც მოვიკითხე, გულის შეტევით თუ რაღაც გულის თან პრობლემებით გარდაიცვალა. ახალმა პარლამენტმა უკვე იცის, რომ საქართველოდან წასული ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყანაში დაბრუნდა. უმრავლესობა მისი მისამართით ისევ დაგროვილ კითხვებზე საუბრობს. უმცირესობა კი წარმატებებზე, რომელსაც ახალაიამ მიაღწია. კითხვები ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან ბევრი დაგროვდა და უკავშირდება სწორედ მის საქმიანობას. ასე რომ თუ ის საათარი ამ კითხვებს უპასუხოს, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ეს პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება. უკვე კრიმინალად გამოაცხადეს ბატონი ბაჩო ახალაია ყოველგვარი სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, შესაბამისად იგივე პიროვნებები, როდესაც ახლა ამბობენ და უნდათ თავიანთი პოზიციის ლეგიტიმაცია საგამოძიებო კომისიის სახით, ეს არის ძალიან მიუღებელი. ბატონმა ბაჩო ახალაიამ თავისი 2 მინისტრობის ფარგლებში, ეს სასჯელ აღსრულებაში და თავდაცვის სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთა. ბაჩო ახალაიამ თანამდებობა ამ კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში დატოვა. დღეს ამბობს, რომ გადადგომა მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საზოგადოება მის პოსტის დატოვებიდან მეორე დღეს ეკას ღულაძესთან ერთად სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ნახა. არჩევნების შემდეგ კი დღეს პირველად ქუთაისის ქუჩებში. ბაჩო ახალაიმა მაესტროს ახალი ამბების შეკითხვებს დღეს ვერ უპასუხა, ჩვენ ვერ შევძელით მასთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა შევძელით ტელეფონით გასაუბრება და მისგან შევიტყვეთ, რომ ის უკვე თბილისში იმყოფება და ასევე მართავს შეხვედრებს. სოფო ბერიძე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან თბილისში. სოფო, თუ მოახერხე ყოფილი მმართველი გუნდისგან იმის დაზუსტება, სად შეიძლება იმყოფებოდეს ამ დროისთვის ბაჩო ახალაია, ან რა შეხვედრები აქვს მას დღის ბოლოს? ამის დაზუსტება ხათია ამ დროისთვის ვერ ხერხდება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. ეს ინფორმაცია ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მოგვაწოდა, რომელიც თავად გამოვიდა ჩვენთან დაინტერესდა, რატომ ვიმყოფებოდით აქ, რამე ხომ არ გვჭირდებოდა მისგან დახმარების სახით და შემდეგ გითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით 15 წუთის წინ მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც აქ იმართება. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე კვირა არის
პარლამენტში სასესიო, აქ იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, უმცირესობის ლიდერი და პრეზიდენტი მათთან ერთად განიხილავს საკუთარი გუნდის სამოქმედო გეგმას, რა საკითხებს დააყენებენ ისინი მიმდინარე სასესიო კვირაში, რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ნაციონალური მოძრაობის ოფისში ყოფნას, ამას ირმა ნადირაშვილი არ ადასტურებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სწორედ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოვიდა. ამ დროისთვის ამის დაზუსტება, როგორც გითხარით, ჩვენთვის შეუძლებელია, არ ვიცით ნამდვილად იმყოფება თუ არა ოფისში, თუმცა ვიცით რომ იმყოფება აქ საქართველოს პრეზიდენტი, მობილიზებული აქ მისი პირადი დაცვა, სახელმწიფო დაცვის სამსახურები არიან დეპუტატები და მას შემდეგ რაც ეს შეხვედრა დასრულდება, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი დატოვებს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს, სავარაუდოდ მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა ჩვენ საშუალება რომ გავესაუბროთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გავიგოთ მისგან იმყოფებოდა აქ თუ არა, ან საერთოდ სად იმყოფება ბაჩო ახალაია და მოგვეცემა თუ არა მაესტროსაც იმის საშუალება რომ ჩაწეროს მასთან ინტერვიუ და აქტუალურ შეკითხვებზე მისგან მოისმინოს პასუხები. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან და როგორც მისგან გავიგეთ პრეზიდენტი იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ცოტა ხნის წინ.